სალამით კბილებო. ეხლა ევას უნდა პური კოკოკო, ანუ ყიყლიყო. მემშია, წყურია. არასდროს. რამდენჯერმე მაქვს მარტო დათვლილი კალორიები ციკლის დროს. თანჩენი ასოს არ ვშვილი ხოლმე კალორიებს ციკლის დროს, აი უკვე რო გადაივლი და მერე და რო გადაივლის ხოლმე მერე ანუ თავიდან დასაწყისში საერთოდ ძალიან მარტივად იმას შვებ, ვიკლებ კიდევაც და ვითვლი კიდევაც რა. ხო და გუშინ ჭამე ხალხო შემანარჩუნე. გუშინ წინ ხო საერთოდ ღამე ავდექებ ჭამე რამდენიც მინდოდა და გუშინ ჭამე შემანარჩუნებელი. ჩემის შემანარჩუნებელი, ანუ არაზედ მეტი, არამედ ჩემი შემანარჩუნებელი რა. ისიც არააქტიურ დროს შემანარჩუნებელი, იმიტომ რომ ესეთ დღეებში ფიზიკურად აქტიური მე არ ვარ. ხო და ესე იგი ღამე მშიოდა. მე არ ვიცი როგორ მშიოდა ღამე პროსტა. ანუ ეს ის კი არ არის, რომ ჭამა მინდა. ჭამა მინდა კი არ არის. ეს არის მშია. ხდებით? ანუ იმართლა შიმშილის გრძნობა, არა ის, რომ აი რაღაცა გინდა დამატებითი, არა. მენა შიმშილის. გაძლიერებული ერთი სამჯერ. ახლა გავაკეთოთ პური კოკოკო, ხო? ახლა დავდგათ ესა. აქეთ დავდგათ ყავა. რა, აი გიკეთებ, ნახე? ვაკეთებ უკვე. გავუბრაზდი წანდანი და მოვიდა და მაკოცა ხო. ანუ ერთი და საწოლს ვასწორებდი და ერთი და იგივეს მიმეორებდა და მე ხიხლა გიყოფათკო გავიგე. ხო და ამიტომ აკაბუსუნებული. ძალიან საყვარელია. ესე დროს უფრო ისეთი ვარ. ავი. აი მე. ხოშაქარია. ესა ჩავიყარო მარილი, ახლა ეგ ვამაკლია. ხუთი. შაქარი ხუთი. ой, მე ჩემი ჯაღალი გაგორდა. ჩემი ჯაღალი გაგორდა.
კაი გამოვა. კაი მშვენიერი. აგარი. ერთი ცალი შეიძლება კიდე ამოავლოს ამა. და ასე შემოტყბილებო. სტიან ჩემი მუცელი ციკლის დროს. ხალებს რამდენი ამბავი გვიწევს ღმერთო ჩემო. მე ახლა კლიმაქსი, მე ამ ყველაფრის ყურადღების მიქცევა რომ რამეში არ გადავიდეს რამე მკერდი საშვილოსნოს აკვერცხე. კაცებს ვერ აქვთ მაგაც სადარდელი. ორსულობაში მომატებული წონა. რამდენი ქალია ვინც რეალურად წონა ორსულობაში მოიმატა. ანუ ისე კი არა, უბრალოდ. რომელიც ვეღარ დაიკლო, გულისხმობ. აი აქ ბონი, აი აქ ძირი წაღლივით და გათხრეშო. ეს ანდრიამ ხო გაისროლა ის ნაყინი რო იღებდა აი აქ იღებდა და გაისროლა და გერაკ ჩავარდა. ანუ მე ხელით ამოვიღე. კიდე კაი შლანგზე დაეცა. რა რეაქცია მქონდა? აუ სულკან ჩავიდა ეს. ცეცხალი ყავა იქნება. It's okay, მეზარება რა გეთება მეორეთ. ხო და ისა. თორნიკემ კიდე ამოღების დროს დანით ნახე კონტეინერი. აი ესეთი ჭირნახული გამოვიდა. Ava moment. Espresso macchiato. Ai, puri coco. Ai. Me carghi coco Eva. Ai. ეს მეტი არ გინდა ეს გეყოფაში. მეტი არ გინდა ეს გეყოფა. ჩემო პატარა. ასე, აბა აქტუალი. ხამდეს უმზირა, არა რა თქმა უნდა. აქტუალი, მაგრამ ახლა ვერც მოუხალავ რომ იყოს, იმიტომ რომ ეს ყავა ისედაც არ ვარ ადამიანებში გაცივდი არ არის, არც არის. და უმზირა არ გვაქვს. Okay, it's okay. წავიდეთ. ჩემ ბაგატი, როგორც იტყვიან. აქაც შეიძლება, მაგრამ ცხელა. აქ ჯერ გრილა. წავიღოთ ჩვენი ყავა, მეტი არც არაფერი არ მიგვაქვს. ეგ გვაქვს ტვიქსი, რომელიც ერთი ევას მივეცი გუშინ და ეგ მინდა ეგ ტვიქსი. ეს ფარდა გადავკიდოთ ზემოთ.
ნახე რა კაბინჭა ქაურობა. ეს ნასაკეთ. ნასაკ. აი, ფარტაზევით. თეთრი ტრიქსი მე არ მიჭამია. ხო. ან მიჭამია და არ მახსოვს. მაგრამ ესე მახსოვს რომ არ მიჭამია. არ მიჭამია. Espresso macchiato. Por favore. Por favore. وزيت قبيلية مبنية ما اسمه مكتم أو تانك مريلية اسمه من دودواني زانزك مريلية ნაყინზე ბრავო ნინიო ია ჩემი ნინი ჩემი მზე გოგო აგ მეყახარ ციფასა ბონი რა გაჭმე ფისო აი ვიცი რა გაგონია მაგრამ შოკოლადია და ვერ გაჭმე ციცი შემოსაყვარლო როგორ მიყვარს შენი ყურება და მოსმენა პოზიტივს და სითბოს ასხებ მიყვარ ახლა მე ძალიან მიყვარს თვითფასო შენი კომენტარების წაკითხვა და ძალიან მიხარია ძალიან მიხარია რომ ჩემთან ხარ მადლობა მადლობა რომ ისეთი კარგი ხარ ირმა ჩემო ლამაზო დედაშვილობამ და დედის უზომო სიყვარულმა შვილის გამო თავი მოიკლა, როდესაც გაიგო, რომ ის შვილი ავად იყო. ერთი კვირა ვტილით მთელი ბინა, თოკო სიტყვა გული გამიტბოდა თან ამატირა. ვაიმე, მოიცა. შვილის გამო თავი მოიკლა, როდესაც გაიგო, რომ შვილი, ვაიმე. ანუ განუკურნებელი ჭირს შვილს და თავი მოიკლა, რომ არ ენახა? მერტო ჩემო. აუ შვილიც რა ცოტოა. ცით რას ფიქრობ? ღმერთო მაპატიე რომ განსაჯე ადამიანი, რომელმაც თავი მოიკლა სიყვარულის გამო, ღმერთო მაპატიე. მან იცი რა ვფიქრე? უნდა დალოდებოდა მეთქი. თუ თავი შვილს რამე უშველებელი ჭირს, ყველაფერი გაეკეთებინა, რაც საჭირო იყო და მერე გაყოლოდა. ესეთი ამბავი მე ვიცი სამეგრელოში. რომ შვილი მოუკვდათ.
რუსეთში მოუკლეს და კუტარი ჩამოასვენეს და მაგის დედა სიცოცხლე აღარ უნდოდა. მაგრამ ყავდა ქმარი, რომელიც ცუდად იყო, რომელსაც თავის მოვლა არ შეეძლო და თურმე დღიურს აწარმოებდა შვილი რომ მოუკვდა იმ დღიდან, სადაც წერდა რომ მოუვლიდა თავის ქმარს, სანამ საჭირო იქნებოდა. და როცა ქმარს მოვლა აღარ დასჭირდებოდა, მაშინვე წავიდოდა თავის შვილთან. და მართლა, როცა ქმარი მოუკვდა, თავი ჩამოიხრჩა. და მერე იპოვეს ეს დღიურები. და შვილის სიკვდილიდან მე მგონი 20 წელი იყო გასული. ანუ ერთგულების დასიყვარულს ზოგადად წარმოგიდგენიათ? ღმერთო შემორები ხდება. ეს მაბედნიერებს ხოლმე. ესეთი ადამიანების არსებობა მაბედნიერებს ხოლმე მაშინ, როცა ესეთი რაღაცები ხდება გარშემო, როგორიც ხდება მაგალითად ახლა რა ვიცი. რა იწყება, არც ვიცი ისრაელს და ირანს შორის. და გული მისკდება ხოლმე ამ პოლიტიკის და იმათასი უბედურების გამო რაც ხდება. მაგრამ ესეთი ადამიანები მერე გულს მითბობენ. ირმა ანა კამპირაჩი მომწერე აბა უფრო დეტალურად რო გავიგო ეს. ანუ როგორ მოხდა და რა მოხდა. მანანა შენ გენაცვალე ვარ საყვარელი ხარ პატარა. მადლობა ძვირფასონი, ძალიან კარგი შვილები ყავს. კარგი გაზრდილები არიან ღმერთმა და გილოცოს შვილები. მადლობა ძვირფასო, ამინ. ყველას დაულოცოს, ყველა ადამიანს დაულოცოს ღმერთმა შვილები. არავის თავის შვილის ცუდი არ ენახოს. უკანასკნელ ადამიანსაც კი აი ძალიან ესე ვთვლი ხომ რომ შვილები არაფერში არ არიან დამნაშავე, ისინი არ უნდა დაისაჯონ მშობლის ცოდოებისთვის. დაისაჯოს თვითონ. კი ბატონო, უმაღლეს სასჯელი ის არის რომ შვილი, მაგრამ მაგითი ყველაზე უარესი ადამიანიც კი ნუ დაისჯება შვილით. სხვა სასჯელით არ დამენანება, მაგრამ შვილით ყველაზე უარესიც ნუ დაისჯება, იმიტომ რომ ამ დროს უდანაშაულოც ისჯება. ანი, დიადი ხარო, იკაზე რომ ვიდეო მქონდა, დიდი მადლობა ძვირფასო, ეს უდიდესი შეფასებაა ჩემი და ძალიან დიდი მადლობა. მერი, ჯერ ადრეა საზამთროს ყიდვა, ხო, ეტყობა რომ ადრე. ეს ხოთი შორის ეს საზამთრო იყო მკვახე, ანუ სასუქიანი კი არ იყო. მკვახე იყო, იმიტომ რომ აი ხო ისე გემრიელად ჭამე გეფიცებით. ეგრე გემრიელად, რა ვიცი, შაშა მთელი წელი საზამთრო არ მიჭამე, ალბათ იმიტომ რომ ძალიან მიინდოდა. და გემრიელი იყო მაინც, ანუ მიუხედავად იმისა, რომ კვახე იყო მაინც ტკბილი, ანუ რომ დაეცდიათ ერთი კვირა სასწაული საზამთრო, იქნებოდა თაჟე გუშინ, რაც დარჩენილი იყო, ნახევარზე ცოტა იყო დარჩენილი და გუში რომ ჭამეთ, უფრო ტკბილი იყო ვიდრე წინა დღეს, ანუ იმ ერთ დღეს, მაცივარში, მაინც დამწიფდა. ხათუნამ როგორ კარგაცდი შვილებს ნინი რა კარგია რა კარგად დაგასაგებად ეს მიჩენი მშვიდი ახსნა განმარტება და ძალიან სასიამოვნო ამაზე ყურება ბავშვებთან ხარ როგორც კარგი მეგობარი მადლობა ძვირფასო ვცდილობ რომ ვიყო კარგი დედა ანუ კარგი დედა არა სტანდარტული გაგებით არამედ ჩემი გაგებით ანუ მე რასაც ვეძახი კარგი დედას ანუ მე არ მინდოდა რომ ჩემი შვილები ყოფილიყვნენ შემსრულებლები. მე მინდოდა რომ ჩემი შვილებს ცოდნოდათ ვინ არიან და რა უნდათ. ყველაზე მთავარი მე მიმაჩნია რომ ამ სამყაროში არის რომ არ წაართვა ადამიანს ის რითიც ამ ქვეყნად უფალმა გამოგზავნა. ეს ყველაზე დიდი დანაშაული მგონია რომელსაც ბევრი აღზრდას ეძახის.
არ წაართვა ის, რაც მას უფალმა შემოქმედმა უბოძა და მისცე უფლება იყოს ის, ვინც არის. ეს მოითხოვს ბევრ მსხვერპლს. მაგრამ ის ბავშვები, რომლებსაც ბავშვობა არ ქონდათ, იმიტომ რომ დრო არ ქონიათ თავისუფალი, ის ბავშვები არიან ძალიან კარგი შემსრულებლები. მაგრამ იმ ბავშვებმა არ იციან ვინ არიან, რა უნდათ. ანუ გონიათ რომ იციან ვინ არიან და რა უნდათ და გონიათ რომ იქ უნდათ ჩაბარება, რაც ყველაზე პრესტიჟულია და გონიათ რომ ყველასაგან შეათოსნობა უნდათ. მაგრამ სინამდვილეში არ იციან თავის სურვილი რა არის. ანუ მიყვებოდნენ იმას, რასაც თხოვდნენ და ყველაზე ძვირფასი ბავშვობაც მაგაში გაატარეს. ხო და მე ჩემი შვილებისთვის ეგ არ მინდოდა, მე არ გამსჯიარავით, ყველა ისე ზდის თავის შვილს, როგორც სწორად მიაჩნია. მაგრამ მე ჩემი შვილებისთვის ეგ არ მინდოდა. მე მინდოდა, რომ ესენი პირველ რიგში ყოფილიყვნენ თავისთავი, რომ ქონოდათ ანუ რამდენადაც შესაძლებელია გარემოებების და მიხედვით კარგი ბავშვობა, რომ არაფრის დიდებით არ დაეკარგათ არც დედა და არც მამა. ანუ ღმერთმა დაგვიფაროს და შეიძლება ხვალე ადამიანს რამე დაემართოს და მოკვდეს. მაგაზე ჩვენ არ გვაქვს წვდომა, მაგრამ რაზეც ჩვენ გვაქვს წვდომა ის, რომ ადამიანური ურთიერთობები გქონდეს და მშობელი შვილს არ დავაკარგინოთ, ხო? ეს ხო შეგვიძლია. აი ამას ვიძახი მე. გავაკეთოთ ის, რაც შეგვიძლია, რომ ბავშვმა არ დაკარგოს. ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი საკუთარი თავი, ნდობა სამყაროსი, ცოდნა იმისა, ვინ არის და როცა იზრდება ამ ცოდნით, ანუ როცა არ აკარგვინებ ამ ცოდნას, მერე უკვე იცის ვინ არის და როცა იცის ვინ არის, იცის რა უნდა. და ადამიანი რომელმაც იცის ამ ცხოვრებაში რა უნდა, მე ვფიქრობ, აი ეს არის უკვე ყველაფერი. ეს არის აღზრდის მთავარი მიზანი, რომ ადამიანს შეეძლოს იყოს დამოუკიდებელი, იცოდეს ვინ არის და იცოდეს რა უნდა. და ჩვენ ამისთვის, ჩვენ არ ვართ მბრძანებლები, ჩვენ ვართ დამხმარეები, ჩვენ გვაქვს პატივი, რომ ამ ქვეყანაში ვიყოთ მათი გამცილებლები, ფეხზე დამყენებლები და ცხოვრებაში გამშვებები, რომელთანაც და ასევე მარადიული შუქურა ნავსაყუდელი, სადაც ყოველთვის დაბრუნდებიან. სადაც ეცოდინებათ, რომ ყოველთვის შეეძლებათ დაბრუნდნენ ნებისმიერ დროს განსჯის გარეშე, მიღებით და სიყვარულით. ანუ მეც შეიძლება ბევრი რაღაცა ვერ მივიღო, მაგრამ ამას მე ჩემ თავში გადავხარშავ და ჩემ შვილებს მე მივიღებ. ანუ მიუღებლობის ტკივილს მათ მე არ განვაცდევინებ. ეს ძალიან რთულია, ძალიან ძნელია, ძალიან მტკივნეულია და ძალიან საშიშია, მაგრამ აი სხვა გზა არ არის. მე ესე ვთვლი. და ისიც ადამიანობა მაგალითად, რაღაცების ახსნა, რაღაცებზე საუბარი, ეს ყველაფერი პროცესის ნაწილია. იმიტომ რომ სხვა ყველაფერი კარგავს აზრს, როცა ადამიანს ეს არ აქვს. ამიტომ ვცდილობ, რა თქმა უნდა, ბევრი შეცდომა დაუშვი, იმიტომ რომ მე თვითონ არ მყავდა აღმზრდელი, მე თვითონ ვიყავი ადამიანი, რომელსაც ყველაფერს არცმევნერად ძვირფასი ქონდა. ალბათ ამიტომაც ვაფასებ ესე ძალიან სწორედ ამას და არ არა იმის ხვას. და შესაბამისად ბევრი რაღაცა არ ვიცოდი, ბევრი რაღაცა შემეშალა, ბევრი რაღაცა პრაქტიკაზე ვისწავლე და რა თქმა უნდა, ჩემი შვილების თავზე გადაიერა იმან, რომ მე რაღაცა პრაქტიკაზე ვისწავლე, მაგრამ ჩემში ისინიც და მეც ამითი ვართ ის, ვინც ვართ. და რა ვიცი, მე მგონი ცუდი არ არის, ნახოთ წინასწარ არაფრის თქმა არ ღირს, ცხოვრებას გავყვეთ, ვნახოთ, მე უბრალოდ ის ვიცი, რომ მე ვცდილობ. და ვცდილობ არა ისე, რომ უბრალოდ აი ვცდილობ და მორჩა, არამედ დღევანდელი ჩემი ცდილობა განსხვავდება გუშინდელი ჩემი ცდილობისგან, იმიტომ რომ მე გადავაფასე ისინი რა შემეშალა და შეიძლება სხვანაირად გავაკეთო დღეს. ხათუნა მუდამ ვედნიერე, მადლობა ძვირფასო, დიდი მადლობა. ირმა რასაყვარელი წყნარი და მშვიდია ევი პრინცესაო. გახსოვთ ევა როგორი იყო, როცა ანუ იგასთან დლიესთან იყო ხოლმე სულ
ანუ იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ანუ მათზე ვთქვა ცუდი არა. უბრალოდ როცა სწორი ანუ იმის თქმა მინდა რა ამხელა მნიშვნელობა აქვს ბავშვთან სწორ მიდგომას. ანუ ბავშვი ყოველთვის ესეთი იყო. უბრალოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს ნერვიული და ანუ ემოციური, იმიტომ რომ უბრალოდ თავის თავი ვერ არის და სხვანაირად ბავშვს არ შეუძლია ეს გამოხატოს ნერვიულობის და ემოციურობის გარდა. ან შვიდი და წყნარი, იმიტომ რომ არაფრის მტკიცება არ უწევს, არაფრის შეკავება არ უწევს, არის რაც არის, აკეთებს იმასაც უნდა, არც აინტერესებს, რაც მოწონს. თავისუფალი ბავშვი. ირმა რა საყვარელი ხარ, ნინი შენი ოჯახი დიხარი და იწყებს და დიდი მადლობა ძვირფასო. Although I still am really. Şöyle kahvaltı. Am lukmas. Viola. 15-41 ნინი მასე რომ აზროვნებდა ასეთ თბილი და რომ ხარ, იმიტომ გაფასებენ და უყარ შვილებს. ბედნიერი დედაშვილობა გქონოდეთ მუდამ. მადლობა ძვირფასო. ამინ. დაებედნიერი დედაშვილობა გქონოდეს მუდამ ყველას. ნინო, შენი კომენტარი მინდა წავიკითხო. მე შენს ამბავს მოვაყოლებ ჩემსას. აპრილის 22 რიცხვში, ანუ ეხლა ამ აპრილს, 25 წლის აპრილს. დილით ვიხედები სარკეში და ვხედავ ტუჩს მარჯვენა გვერდზე მოქცეულს. მარტო ვარ. ვიცი ეს სიმპტომი არის ინსულტის მაჩვენებელი და უცებ დავიწყე მომზადება. და ამ დროს შემოდის ჩემი ბიჭი სკოლიდან და ვეუბნები კოსტი. მგონი ინსულტი მაქვს. ამ დროს ჩემი ბიჭი რეკავს სასწრაფოში. გარბირის მეზობელთან რომ ჩემთან დარჩეს და თვითონ დახვდეს სასწრაფოს. ისე ჩამოყალიბებულად უთხრა სასწრაფოს 10 წუთში სასწრაფო იყო ჩემთან. გადამიყვანეს სავადმყოფოში გადავრჩი ინსულტს, მაგრამ დამიდგინდა მაღალი შაქრის ნიადაგზე პერიფერიული პარეზი, ანუ სახის დამბლა. მამამის არ დაურეკა, თავის ძმა ყავდა თბილისში წაყვანილი ექიმთან და ისიც არ ანერვიულა. ჩემმა შვილმა გადამარჩინა იმ დროს, სად მქონდა მაგის ამ ფიქრი ანაზრი, მაგრამ როცა სახლში დაბრუნდი და მისმა კლასელებმა მინახულეს მიყვებოდნენ კოსტა ღმერთს მადლობას უხდიდაო. რომ სკოლიდან კიდევ კარგი პირდაპირ სახში წავედი და არა სხვაგანო. თოკო შენ და მის სიტყვებმა გული გამიჯვა და ჩემი კოსტა გამახსენა. ისე არც ერთი დედა არ მოესწროს თავის შვილის ცუდს. არც გმირობის ფასაც და არც არაფრის ფასად, მაგრამ არის რაღაცები, რაც როგორც დედას გვახარებს. იმ დღეს თამაში ქონდა, ითამაშა საუკეთესოს. 2 გოლიც გაიტანა და ზუსტად ვიცი, ის თამაში მე მომიძღვნა. საოცრად კარგი თაობა გვყავს და საოცრად კარგი შვილები. ღმერთო ჩემო. როგორ გაბედნიერდი და როგორ გამიხარდა, აი როგორ შეიძლება რომ შენაი ადამიანს ცუდი შვილები ყავდეს, აი უბრალოდ წარმოუდგენელია და ეს თაობა მართლა რა ვიცი საუკეთესო თაობაა და რო იძახიან ხოლმე რომ აი მე თაობა მე რაღაცა ძალიან არ მიყვარს ეგ, იმიტომ რომ ყველა თაობა აი რო დააკვირდეთ რეალურად წინაზე უკეთესია, ყველა ახალი წინაზე უკეთესია. და რა ვიცი, მართლა საოცრად გადაგარჩინა, თან როგორ არ დაიბნა, თან როგორ აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, ყველაფერი როგორ აი მეზობელთან რო შევიდა, რომ მარტო არ დაგტოვა, ნახე რამდენი რამე იფიქრა, მე მამას არ დაურეკა, რომ ის არ ენერვიულები, ანუ ყველაფერი ალბათ საკუთარ თავზე აიღო. რა ვიცი, აი ეს არის კაცობა. ამას ქვია კაცობა, ეს არის. ანუ ეს შენ შვილი არის უკვე კაცი, ანუ შეიძლება ასაკით იყოს ბავშვი, მაგრამ შეიძლება ვიღაცა 40 წლის იყოს, 50-ის და კაცი არ იყოს და შენი შვილი არის უკვე კაცი. ისე იმოქმედა, როგორც კაცი იმოქმედებდა და რა თქმა უნდა, ისე როგორც შვილი, რომელსაც უყვარს და მე მჯერა კიდე იცი ისი, რომ აი სხვაგან არ წავიდა, შეიძლება იმიტომ თქვა კიდე კაი სახში. მოვიდა სხვაგან არ წავიდა, შეიძლება აპირებდა სხვაგან წავსვას, მაგრამ აი სადღაც რაღაც გულის სიღრმე შეიძლება გულმა უგრძნო ის, რომ სახში უნდა მოსულიყო. აი ეს არის ისეთი რაღაც, რაც ვერ ახსნი. მაგრამ ესეთი რაღაცები არსებობს და მე მჯერა ამისი. და რავი. ძალიან ბედნიერი ხარ, რომ ესეთი შვილი გყავს. ძალიან მიხარია, რომ გადარჩი. იმედი მაქვს, რომ შაქრის დონეს მიხედავ. ძალიან რთულია დიაბეტი.
შაქარი, მაღალი, სამართულია. მე როგორც ადამიანმა, ვისაც ძალიან უყვარს კბილეული და ძალიან უყვარს ეს ყველაფრის ჭამა, მესმის ძალიან როგორი რთულია. მაგისი მოვლა და მართვა. კოტის უმეუბნება, რადგან მე რეზისტენტობა მქონდა, რომ დალიეს სიოფორი, სვი, არ ვსვავ. აი მიგდია, იყიდა და მომიტანა. მიგდია იქ შეფუთვა მთლიანი, ერთი არ არის დალეული. უნდა დავიწყო დალევა. აუცილებელი რაღაცების გაკეთება ჩვენ ჯანმრთელობისთვის. დიდხანს ვიყავ ჩვენ საყვარელ ადამიანებთან, რომ გავაკეთოთ ის, რაც შეგვიძლია. ღმერთმა კარგად და ბედნიერად გვიმყოფოს ძვირფასო შვილები. შენი კოსტასთან მადლობით. შენ კი არა, მეც კი ვამაყობ. ნინიკომ დაუწერა თავს მიცემ უფლებას და მოგწერთ გული გამითვა თქვენი კომენტარი, რომ წავიქცე. ღმერთმა კარგად გიმყოფოს თქვენი შვილი, თქვენ ჯანმრთელობას გისურვებთ. ციცი ყველაზე მეტად სასამართლოს ყიდვა მეჯავრებამ ნერვიულობ. თუ არ ვარ გაპირდაპირ თვითონ ვიდანაშაულებ თავს რას საყვარელი ხარ. მე კიდე ვერასოდეს ვერ ვყიდულობ, იმიტომ რომ იმდან მძიმე არ რომ ვერ მომაქ მე და სულ მიმყავს იკა ამ ბიჭები ან ვინმე რომ წამოიღონ. და მაგით არ მიყვარს ყიდვა. ციცი რა ბიჭები ყავს ნიზდილბიანი სიმპათიური მზე გოგო სიყვარული ნიჭიერესი ჭკვიანი ღმერთმა სულ ჯანმრთელობა და ჯანმრთელები და ბედნიერები გამყოფო და მადლობა ძვირფასო. ბაბიმ ძალიან კარგად აზროვნებო ლელო ნინი მიყვარხარ მე ძალიან მიყვარხარ ძვირფასო. დიდი მადლობა ჩემო ძვირფასებო მე ძალიან მიყვარხარ. ხო აი ეს მინდოდა წამიკითხა თამარელა ვალდბერის რუსული კომპანია რუსეთის ბაზარზე შეიქმნა რუსეთიდან იგზავნება პროდუქცია თქვენთან. მე პირადად პროტესტს უცხადებ ამ კომპანიას და არასდროს არაფერს გამოვიჭერ მაქედან. მეც ძვირფასო არაფერი არ მაქვს გამოწერილი. ერთხელ რაღაცა ფრაზა შემხვდა რომ ვინც ვალდბერისიდან იწერსო პირდაპირ ჩათვალეთო რომ ომს ხმარდებაო ეგ ფულიო რა რასაც მან დიხდიო და მაქედან გამომდინარე არასოდეს არ გამომიწერია. მიუხედავად ისა ძალიან მინდოდა ანუ დაბალკალორიული რაღაცეები რაც ჩვენთან არ არის და ძალიან მინდოდა მაგების გამოწერა და გასინჯვა და არაფრის დიდებით ანუ კალათაშიც კი მქონდა ჩაყრილი მაგრამ ზუსტად მაგის გამოშერას ცაბობ არ გამოვიწერე. და არც ვაპირებდი გამოწერას, მაგრამ თოკო მოვიდა და მითხრა თოკოს ან უყარს ანიმე და დედაო აიო მეო მინდაო ეს და თემუზეო არ არის ადრე თემუდან მქონდა ეგეთი ბალიში გამოიწერა რაღაცა ანიმე რაღაცით რა და ადრე თემუზე იყო და ვუთხარი თემუზე არ არის მეთქი და არა ვნახეო და თემუზე არ არისო ან თვითონვე მითხრა ეს ყველაფერი არ მიჩვი არ ამიხსნია ანუ უბრალოდ თვითონვე მითხრა რა ბავშვმა ვნახეო თემუზე და არ არის და ძალიან მინდაო და ზუსტად ეგ მინდაო მე კი გამოვწეროთ თან 28 ლარია გადასიტვის საფასური პლუს ხო და ახლა მაგის გამოც არ გამოვწერდი პლუს ხარ ნივთი რომ 48 ლარია და 28 ლარს რო გადაზიდვაში იხდი რაღაცა სისულელე მგონია მაგრამ დაბადების დღისთვის უნდა თოკოს ეგ და მაშინ ჯერ ტელეფონის ყიდვას არ ვაპირებდით იმიტომ რომ ტელეფონი გაფუჭებული არ ქონდა და მეთქი ამას ჩემგან ვუყიდი საჩუქრად ხო რა ხო და გამოვწერე და დროც ლოდინის ცოტა ეწერა და ანუ 7 ეწერა მაქსიმალური დრო 12-ში ჩამოვიდა ისიც რაც მივწერე ის ბაძეშკაროა იქ და ეხა კიდე რას ვიფიქრე და რის გამოც ვიფიქრე რომ გამომეწერა რა არის რეალურად საქართველოში იყიდება ძალიან ბევრი პროდუქცია რუსული მაღაზიებში და რა ვიცი ბევრი ჩვენგანი და მათ შორის მეც ვყიდულობ ანუ მე ხა ყოველ შოცა მაღაზიაში შევალ ვერ ვუყურებ იმას რომელ ქვეყანაში რა არის გამოშვებული და ვყიდულობ აი გულწრფელი რო ვიყო ხო თავიდან ხო ვუყურებდი ეხა არ ვუყურებ ვყიდულობ ანუ ასევე ვარ მომხმარებელი
რუსული YouTube-ის, რუსული TikTok-ის, ანუ მაგ პრინციპით მაშინ ჩემ თავს ვხარი, რომ ეს ყველაფერი უნდა, ამ ყველაფერზე უარი უნდა ვთქვა. მაგრამ მე როგორი ის მაგიცი ხედვა. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ძალიან აპოლიტიკური ვარ და პოლიტიკისგან ყოველთვის მაქსიმალურად შორს ვიდექ, იმიტომ რომ ვთვლი, რომ ჩემი ადგილი იქ არა და ყველა ადამიანი იქ უნდა იყოს, სადაც მისი ადგილია. და არასოდეს არც ერთ ასპექტში ჩემი ადგილი არ დამინახავს მე პოლიტიკაში. ხო და აი პოლიტიკა სხვა არის და ადამიანები სხვა არის. ანუ მოდი ასე ვთქვათ, რეჟიმი შეიძლება იყოს ყველგან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი ცუდია. ანუ აი თუნდაც ვისაც მე ვუყურებ, ხო? YouTuber-ი იქნება თუ TikToker-ი, ანუ იმათ ვუყურებ, ვისაც სწორი პოზიცია აქვთ. აი რაქნან არიან იქაურები და არიან, ხო? ანუ იმის თქმა მინდა, რომ მე არ მძულს ნაცია და მე არ მძულს ენა. პირიქით მიყვარს კიდევაც, იმიტომ რომ ტოლსტოი მიყვარს, იმიტომ რომ დოსტოევსკი მიყვარს. ანუ არ შემიძლია უბრალოდ, როცა მე ბავშვობაში გასდილი ვარ აი ამ წიგნზე, მე არ შემიძლია რომ მძულდეს. მე მძულს პოლიტიკა, მე მძულს ის რაც ხდება. მაგრამ ეს ხდება არა მარტო ჩვენ თავს, ჩვენ რა თქმა უნდა იმას გავიმსკვნელოთ და ჩვენს თავს ხდება, მაგრამ ანუ აი ახლა რა ამბავია ხო მსოფლიოში, რა ამბავი ხდება. და რა ამბავი ხდება, რა ვიცი, ძალიან ბევრგან ერაყში ხდება. ანუ ერაყისთვის, რაც ჩვენთვის რუსეთია, ის არის ამერიკა, ხო? ახლა კიდე აი, რა ვიცი, ღაზას სექტორში რა ხდება, ისრაელში რა ხდება, ირანში რა ხდება და კიდე ახლა ყველას ვერ ჩამოვთვლი. ხო და ანუ გადავწყვიტე რა უბრალოდ ამაზე ამდენი არ ვიფიქრო. როგორც მიყვარს მთელი სულით და გულით ყველა ადამიანი, ისე მიყვარდეს აბსოლუტურად ყველა ადამიანი. ვაკეთო ის სიკეთე, რის სიკეთებაც მე შემიძლია და მოვიტანო ის სარგებელი, რის იმოტანაც მე შემიძლია და აგური დავდო იმაზე, რომ იყოს მშვიდობა. იყოს მშვიდობა, როგორც ჩვენს გულებში, ისე ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოშიც. და აი მაგ დაპირისპირებებით კიდე ჩემი გული არა ვავსო, ეს გადავწყვიტე. ხო. ეს შემიძლია ვთქვა მაგას და მინდოდა რომ ამაზე მეპასუხა და ზუსტად ვიცოდი რომ ვალბერსიდან რო თქვი გამოვიწერე მეთქი ამაზე იქნებოდა კომენტარი და ძალიან კორექტულად და ლამაზად და კოხტად გაქვს დაწერილი შენ და მე ველოდი ბევრ კიდე უფრო სხვანაირ კომენტარებს, მაგრამ არ დამხვდა. რაც გამიხარდა და გამიკვირდა. მოკლედ აი ამის თქმა მინდოდა. ლელო ბედნიერი დღე ჩემო საყვარელო, ყველას ბედნიერი დღე ძვირფასებო. აბსოლუტურად ყველას მიყვარხართ ძალიან. ამ დღეებში ლელა ბედნიერი დღე გქონდა ჩემო სიყვარულებო, საზამთრო ჯერ არ მიყიდია და არ ვიცი, ჯერ სანამ კახეთისები კარგად არ შემოვა, ვცდილობ არ ვიყიდო, თან ძვირია. ვიყიდო და არ ვარგოდი საშინელება. შენი კიდევ შეიძლება გაფუჭებული არ არის, უბრალოდ მკვახეა, ხო, მკვახეა. მკვახე იყო ძვირფასი, მაგრამ ისეთი ტკბილი იყო. და ისე გემრიელად ჭამე. თუმცა გეთანხმები, რომ 1-2 კვირა ალბათ ჯობია რომ დაიცადოს ადამიანმა. თან ახლა ხო იცი, არაცლია ნამწიფებას, იმიტომ რომ ახლა 22 ლარად რო იყიდება, ანუ 2 ლაიროყის კილო ხა ყოველ დღე დაიაფდება, მასე აღარ ეღირება და შესაბამისად ახლა დიდი შანსია რომ მკვახე იყოს. იმიტომ ვცდილობენ რომ მოასწრონ გაყიდვა. ირმა, მე რამოდენიმეჯერ ვიყიდე და კარგები იყო. ცოტა მოგრძო სადამცრები იყო ჩემი თოჯინა ყოველთვის როგორ აღნიშნავს ეს და როგორ უყვარს. ხო, მოგრძო სადამცრო ყოველთვის ძალიან გემრიელია და კიდე რა უნდა მეთქვა ზეზე. ანუ მაგას იმიტომ ამბობდა რომ მე რამდენჯერმე ვუთხარი რომ მზე მეთქი ზაფხულში ცხელია და დღეში თუ გარეთ გავალთ და გვარტყავს მეთქი და ეუბნებოდა მზეო ლამაზი ხარო, კარგი ხარო, ცუდი არ ხარო, მაგას ანუ არ დაგვარტყავ. მოურიგდა მზეს. მაგანინი რა ლამაზი ხარ, კები გიხდება და თმაც ესეო. დიდი მადლობა ძვირფასო, მე მკი მგონია რომ არ მიხდება, მაგრამ რაღაცნაირად მინდა რომ დავიცვა სახე. ამას ბოლოს შევჭამ რა გემრიელ უკმად. ანუ მინდა რომ სახე დავიცვა, იმიტომ რომ არაფერს არ ვისვა, იმასაც ყოველ დღე არ ვისვა, ხა დღესაც დამეზარა წასმა და მზისგან დამცასაც ხო რა ვიცი, რამდენ დღეში ერთხელ ვისვავ და მინდა რომ რაღაცის მაინც დავიცვა, ეს ჩემი საწყალი სახე, რომელსაც არაფრით არ უვლი
იმიტომ რომ ასე არ უვლიდი მუცელს ორსულობისას და რომ დამაყარასრიება მიტირა ყოფა და ეგრე არ მინდა რომ დამემართო. და მზე კიდე ერთ-ერთი ისეთი რამეა. მაგრამ შემოძვიფასებო ესეთი იყო დღევანდელი დილის ვლოგი და ლაიქეთ, გამოიწერეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო, მიყვარხართ ძალიან. კოცნით ყველას გისურვებთ ბედნიერებას, ჭამრთელობას, მშვიდობას და ვიცი ყველაფერს რაც თქვენ სულს და გულს გაუხარდება, ენას ტვინი ასწრებს. თქვენ სულ და გულს რაც გაუხარდება, ყველაფერი გქონოდეთ. ნუ გარდა იმისა, რა თქმა უნდა, სხვისი ზიანის მიყენებისა. მიყვარხართ ძალიან და კოცნით ყველას. კარგი დღე.